მოხდა ასე წაიქცა ეს ხე. წაიქცა, მაგრამ დღემდე ცოცხალია და ეს ჩვენი ასე თქვა სავიზიტო ბარათია. ყოველი მოსვლისას შეგრძნება მაქვს რომ ვარ პირველად. ყველა აღნიშნავს რომ ეს არის უნიკალური ბაღი სოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 300-მდე ბოტანიკურ ბაღთან ურთიერთობა. შეიძლება დაიღუპოს, შეიძლება მას რაღაც დაასჭირდეს და ეს პროცესია ზუსტად საინტერესო. აქ იქნება განთავსებული ბოტანიკური ბაღის უნიკალური ჰერბარიუმი. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ამ 10 ჰექტარის განვითარება. მერწმუნეთ, ეს არის ბოტანიკური ბაღის მომავალი. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბაღში არ დაფიქსირებულა და ეს იზრდება. აი, როგორც მნახველი, როგორც ვიზიტორი, აი ასე თუ ატარებთ, აი ამ შეგრძნებებით თუ განსაკუთრებით ჩაბატკვირას. ჩვენი თანამოქალაქეები რამდენად დიდ ინტერესს გამოხატავენ და დიდი მადლობა ამ სტუმრები არიან. ლოგიკურად გვინდა პირველი სივრცე რომელიც ვნახოთ სათბურები, სადაც ყოფილვართ თქვენთან რამდენჯერმე. სადღაც აქ არის ახლოს როგორც ვიცი. კი, აქვე არის, ეს არის ბოტანიკური ბაღის შემოსასვლელი, შემოგარენი ჩაქვის მხარეს, ეს ტერიტორია უახლოეს რამდენიმე წლის უკან მოვაწესრიგეთ. აი პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით ვაკვირდებით 15-20%-იანი მატება ფიქსირდება. კი, რასაკვირველია. წელს რეკორდის მოხსნას გაუმჯობესებას აპირებს. რასაკვირველია და უკვე გაუმჯობესებულია სტატისტიკა. თავარი ეხლა არის რომ ამინდებმა ხელი არ შეგვიშალოს და ჩვენ ყველაფერი კარგად არის. ეს არის ჩვენი ორანჟერიები, აქ არის თამოყველი ბოტანიკური ბაღის კოლექციებისათვის არსებული მცენარეები. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 300-მდე ბოტანიკურ ბაღთან ურთიერთობა. ეს ურთიერთობები მოიცავს თესტთა გაცვლით პროგრამებს. ჩვენ ვღებულობთ ამა თუ ის თესტს, რომელიც შემდეგ კოლექციისათვის იყენება და ეს ზუსტად ეს ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, ემსახურება მცენარეების შეიძლება ამოყვანას. როგორც ყოველთვის შთამბეჭდავი. სპეციალის მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვეხმარებით ჩვენ სკოლებს, ბაღებს, ქალაქის გამწვანებაში ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ და შეგვაქვს დღემდე. აქ ყოველდღიური პროცესი მიდის ალბათ, ხო, ჩიტი? ეს არის ყოველდღიური საქმე, ამას ჭირდება ყოველდღიური შრომა, ჩვენ მცენარეებს მოფერება, საუბარი და ესე შემდეგ. ესენიც უკვე არ ნახობენ ჩვენ თავიანთ რაღაცეებს. მოხსენებათ, ბოტანიკური ბაღი არის კონტინენტური სისტემით მოწყობილი და ამ პრინციპით არის, ასე ვთქვათ, გაშენებული ბოტანიკური ბაღი. თითოეულ კონტინენტს ბოტანიკურ ბაღს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, მენეჯმენტის გეგმა. თუ რაოდენობის სცენარი უნდა იყოს წარმოქმნილი, საზღვრები თვითონ ამ ტერიტორიების და ჩვენი კურატორები. ამ ტერიტორიას ყავს თავისი კურატორი, რომელიც ხელმძღვანელია ამ თითოეული კონტინენტის და ტერიტორიის, რომლებიც სწავლობენ ამ ტერიტორიას და მცენარეულ ნაწილზე მუშაობენ იმაზე, რომ ესა თუ ის ტერიტორია იყოს მრავალფეროვნად წარმოდგენილი და მსოფლიოს, ასე ვთქვათ, მცენარეულ ნაწილთან აქვს ჩვენ შეხება. ჩვენი პრინციპია და ჩვენი ინტერესია, რომ ბოტანიკურ ბაღში თავმოყრილი მცენარეები იყოს მრავალფეროვანი, რაც შეიძლება რომ ვიზრუნოთ ჩვენ კოლექციებზე. ეს სოციალური ორგანიზმია, შეიძლება დაიღუპოს, შეიძლება მას რაღაც დაასჭირდეს და ეს პროცესია ზუსტად საინტერესო. ანუ აქ გადის რაღაც ადაპტაციის პერიოდს, ეტაპს, კვლევებს და შემდეგ უკვე ინაცვლებს ღია გრუნტში, თავის სამშობლოში, ასე ვთქვათ. როგორი მიმღებლობა აქვს ჩვენს გრუნტს? ჩვენ ვსწავლობთ პერიოდულად, ამას თავისი წესი აქვს, გრუნტის ნიადაგის. ამას უამრავი პროცესი ახლავს თავს, ნიადაგი, კლიმატური პირობები და ესე შემდეგ. ესე რომ დღესდღეობით ყველაფერი რიგზეა. აქ იქნება განთავსებული ბოტანიკური ბაღის უნიკალური ჰერბარიუმი, მუზეუმი, ჩვენი უნიკალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ასე ვთქვათ, თანამშრომლების სივრცეები, აუდიტორიები. ბოტანიკურ ბაღში გვინდა რომ ჩამოვაყალიბოთ პროფესიული სასწავლებელი. ეს სასწავლებელი გამოუშვებს აგრონომებს, მებაღეებს,
დეკორატორებს და ეს რესურსი, ადამიანური რესურსი მოხმარდება ბოტანიკურ ბაღს. ეს კოლეჯის ტიპი, აკრედიტირებული სასწავლებელი. აი ძალიან მარტივი ეს იურიდიული მხარეები შემდგომ მოვიფიქრებთ ჩვენ ამას. გვაქვს იდეა რომ ბოტანიკის სახლი დაერქვას ამას. აი ეს იქნება დიდი ასე ვთქვათ მომავალი ბოტანიკური ბაღისა და ეს ასე ვთქვათ ინტელექტუალური რესურსი აქ ასე ვთქვათ აქ გამოიწვდება. ძალიან მაგარი იდეა. ამ ადგილას კეთდება. დაახლოებით აი ამ ადგილას განთავსდება და ამას თავისი ინფრასტრუქტურა ექნება, თავისი წყალი დასვენების სივრცე და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან ლამაზი პროექტი გამოვა და ის ჩამონათვალი რაც გითხარით, აი ზუსტად ამ შინაარსით დაიტვირთება ეს შენობა. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალ წლიდან დავიწყებთ უკვე აქტიურად ამ პროექტზე მუშაობას. ეს არის ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანერგე ტერიტორია, ჩაქვის ზღვიდან მოსასვლელი, ეს შემოგარენია. ამ ადგილას უამრავი მცენარე იყო ღია გრუნტში. ჩვენ ქალაქს უამრავ სკოლებს, ბაღებს, ძალიან ბევრ ორგანიზაციას დავეხმარეთ. შემდეგ შეთავისუფლდა ეს ტერიტორია და მოითხოვა უკვე დღის წესრიგში დადგა საკითხი ამ ტერიტორიის დაგეგმარების. თუ რა უნდა იყოს აქ, რა წარმოგვიდგენია ჩვენ მომავალში კონცეფცია. ჩვენ დაახლოებითი პრინციპები უკვე გვაქვს მონახაზი გაკეთებული. წარმოიდგინეთ გარდა ამ რთული რელიეფისა, უამრავი მცენარეული, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნებისა, მოდიხარ ტერიტორიაზე, სრულიად სულ ტერიტორიაზე, ესე ვაკე ადგილას გაშენებული ულამაზესი პარკი, სადაც თავმოყრილი იქნება წყნარი დასვენების სივრცე, საბავშვო კუთხეები, ღია და დახურული კაფეები. პრინციპი უნდა იყოს, რომ ადამიანმა მთელი დღე დაჰყოს ამ ტერიტორიაზე. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ამ 10 ჰექტარის განვითარება? მერწმუნეთ, ეს არის ბოტანიკური ბაღის მომავალი. ამას უამრავი მნახველი მოემატება, კიდევ უფრო გაიზრდება ცნობადობა. ეს არის ფინანსური მდგრადობა, ბოტანიკური ბაღის მომავალია. ეს ყველაფერი და აი იქეთა სივრცე კიდე უფრო სულ სხვას, იქ უკვე მაღალი ხეების იქით კიდე გვაძლევს ჩვენ იქ საშუალებას, იქ არის მაღალი ხეები, დენდრო პარკის გაშენება შეიძლება იქ. ასე რომ ეს არის უნიკალური ტერიტორია, რომელსაც ჯერდება ძალიან მაღალკვალიფიციური დაგეგმარება და შემდეგ უკვე შესრულება. ძალიან მაინტერესებს, როდის გვექნება შესაძლებლობა როგორც გითხარით, ძალიან რეალისტური პროექტია ესა და ფიქრობთ, რომ ძალიან მალე უნდა დავიწყოთ და ძალიან მალე უნდა დავასრულოთ. მშვენი. აქაც წარმატებებით. დიდი მადლობა. ამ ისტორიული ხის ამბავი მაინტერესებს, ბატონო ირაკი. 85 წელს, ისაც ახსოვს, ბათუმში მოვიდა დიდი თოვლი. მე სხვა შორის ფოტოც მაქვს გადაღებული სახლში, როგორ დიდი თოვლი იყო ბათუმში. იმის შემდეგ მე მგონი ესე დიდი თოვლი არც მოსულა და რა თქმა უნდა ბოტანიკურ ბაღში იმ დროს უფრო დიდი თოვლი მოვიდა და 85 წელს არის ეს ისტორია ტიტას ხე, ლილეოდენდრონი და მოხდა ასე წაიქცა ეს ხე. წაიქცა, მაგრამ დღემდე ცოცხალია და ეს ჩვენი ასე თქვა სავიზიტო ბარათია, წაქცეული ხის ფონზე. თავისი შვილები, ასე ვთქვათ, და დღემდე აგრძელებს. კი, ცოცხალია და ცხოვრობს და ჩვენ შევეცადეთ, რომ რაღაც ესეთი კუთხე შეგვექმნა, რომ ვიზიტორებისთვის ეს მოთხოვნადია ფოტოს გადაღება. თუმცა თავისი უსაფრთხოებაც უნდა იყოს აქ დაცული და ჩვენ შესაბამისად ვცდილობთ, რომ უსაფრთხოდ გადაიღონ ფოტოც და ესე შემდეგ. არ გვინდა რომ ჩავერიოთ, იმიტომ რომ ეს არის თავისი ადგილი აქვს და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის. სად იწყება თქვენი და ბუნების ურთიერთობა? 10 წელია თქვენ მუშაობთ აქ, ხართ ბოტანიკური ბაღის დირექტორი და ჩემთვის წარმოუდგენელია იმ სოფლიოში ყველაზე გამორჩეულ ბოტანიკურ ბაღში მუშაობდე, გულისცემა გესმოდეს ამ ადგილის და არ გქონდეს რაღაც განსაკუთრებული ისტორია ბუნებასთან სიახლოვის. ეს 10 წელი ჩემთვის და დღემდე ეს არის ემოციის წლები იყო, იმიტომ რომ მე ვაცნობიერებ დღემდე რა საპასუხისმგებლო ორგანიზაციას ხელმძღვანელობ დღემდე. ხშირად ლიტერატურას, როდესაც ვათვალიერებ, ეს ლიტერატურა, რომელიც ბოტანიკურ ბაღში შეიქმნა, რადონის სპეციალისტები და დარგის მცოდნები, ბიოლოგები, ბოტანიკოსები მოღვაწეობდნენ აქ, თუნდაც დირექტორი, ხელმძღვანელი პირები. მე სხვა შორის მე-15 დირექტორი ვარ. 1912 წლიდან იწყება ბოტანიკური ბაღის ისტორია, როგორც ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, თუმცა 1800-იან წლებიდან
იწყება სამუშაო პროცესი, საინტროდუქციო სამუშაოები, უშუალოდ ბოტანიკის მიმართულებით, მაგრამ ორგანიზაცია 1912 წელს. ამ წლების განმავლობაში, როგორც ორგანიზაციის დაფუძნებიდან დღემდე უამრავი ქარტეხილი გაიარა ბოტანიკურმა ბაღმა. მე ამას ჩვენ თანამშრომლების, ასე ვთქვათ, მონაყოლით, ლიტერატურით, ამ შემხებლობით მე ამას უძნობ. იცით როგორ არის, მე ესე დავარქმევდი, ეს არის ადგილი ხელმძღვანელისთვის, სადაც ხელის გულზე ჩანს ხელმძღვანელის ნამუშევარი და ის პერიოდი, როდესაც ის ხელმძღვანელია. თუ არ გიყვარს, არაფერი არ უნდა გიყვარდეს, უნდა ეს არის პროცესი, სადაც უნდა სწავლობდე. მე პროფესიით იურისტი გახლავართ. თუმცა ვცდილობ მაქსიმალურს ვაკეთებ დღემდე, რომ ეს სწავლის პროცესი არ შევაჩირო. თუნდაც იგივე ხეებთან მცენარეების ცოდნა ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ აი ამ საგანძურს სჭირდება მოფრთხილება, მომავალი თაობებისთვის გადაცემა. ამიტომ 24 საათი უნდა ხელმძღვანელმა დრო დახარჯოს. როდესაც შრომობ, როდესაც გიყვარს, როდესაც გაინტერესებს განვითარება, მერწმუნეთ ყოველთვის გაქვს შედეგი. მე ეს პრაქტიკა მიჩვენა, რომ ხელმძღვანელი თვითონ უნდა იყოს ყველა წვრილმანში და ყველა სხვილმანში ჩართული და უნდა აინტერესებდეს. თითეული დეტალი, თითოეულ სად როგორ, რანაირად, რატომ არ გაკეთა, რას ვაკეთებთ მომავალში. აი ეს პრინციპებზე იგება. ძალიან ყურადღებით გისმენთ ახლა და წარმომიდგენია თქვენი რაღაც ყოველდღიური რიტუალები გექნებათ, ასე მგონია, იმიტომ რომ ბოტანიკური ბაღი არის ამოუწურავი რესურსი, რამდენჯერაც არ უნდა მოხვიდე აქ, წარმოუდგენელია რაღაც ახალი აღმოჩენა არ გააკეთო და ყოველი მოსვლისას შეგრძნება მაქვს, რომ ვარ პირველად. დარწმუნებული ვარ თქვენ ამ 10 წლიანი პროფესიული მოღვაწეობის ფარგლებშიც კი თქვენს გექნებათ ასეთი შეგრძნებები ყოველდღიურად, იმიტომ რომ არა მხოლოდ ქართულ საგანძურთან გვაქვს საქმე, ბევრი აღიარებს და ბევრი ამბობს ამას, ეს არის მსოფლიო საგანძური. 110 ჰექტარია ბაღის ტერიტორია. ამ 110 ჰექტარზე თავმოყრილია უამრავი მცენარე, ლანდშაფტი, ზღვასთან ახლოს. არ ვიცი, სხვაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე პირადად, როდესაც შემოვდივარ ბაღში, დილის 5 საათი იქნება ეს თუ ღამის 2 საათი, ან სამუშაო რეჟიმი დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ყოველთვის იდეები მომდის და არ არსებობს მე მგონი ადამიანი, რომ იდეები არ მომდის. ბაღის ტერიტორია არის უზომოდ ამოუწურავი განსავითარებელი. აი ეს ფუფუნება ნამდვილად აქვს ბოტანიკურ ბაღში. მე სოფლიო ძალიან ბევრ ბოტანიკურ ბაღებში მაქვს, აი ამერიკის კონტინენტზე, ჩინეთშიც გახდით, ევროპის ძალიან ბევრ წამყვან ბოტანიკურ ბაღში. ჩვენი კოლეგებიც, როდესაც ჩამოდიან, მეც ჩემი თვალით, ჩემი შემხებლობით ვნახე ეს ყველაფერი, რომ ესეთი უნიკალური ბაღი ზღვასთან ახლოს, ესეთი თაგორიანი, ესეთი რელიეფური, ესეთი რაც თავარია მცენარეული ნაწილით, ნიადაგური, კლიმატური პირობებით პრაქტიკულად არ გვხვდება ჩვენ სოფლიოში. ჩვენ უამრავ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლეთ, ეს წლებია, კიდევ ვაპირებთ მომავალში გრანდიოზულს. ეს ჩვენი კოლეგები, ცნობილი ბოტანიკოსები, დენდროლოგები, დეკორატორები ჩამოსულან კომუნიკაციის საშუალებით ყველა აღნიშნავს, რომ ეს არის უნიკალური ბაღი სოფლიოს მასშტაბით და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ის პროექტები, რომელიც მე გაჩვენეთ დაახლოებით რას ვაპირებთ, ეს არის ბოტანიკური ბაღის მომავალი. უნდა გავაკეთო ყველაფერი, რომ ბაღი განვითარდეს. აი ეს გვაძლევს ჩვენ ძალას, ეს ყვევავს, ეს გვაიმედებს ჩვენ რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ბუნება, ჩვენი კულტურა, ხელოვნება, კულინარია. აი იმით უნდა განვაცვიფროთ ჩვენ მთელი მსოფლიო. და ნამდვილად ოცდება მთელი მსოფლიო ჩვენ პრაქტიკულად 5-ვე კონტინენტი მოვიცავით მსოფლიოს. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბაღში არ დაფიქსირებულა და ეს იზრდება, ჩვენ სტატისტიკაზე ვისაუბრეთ და ყველა გაოცებულია. სხვა შორის ხშირად გვაქვს ისეთ აქტიურ პერიოდში, აი აგვისტოში, ივლისის პერიოდში, მცირედი გამოკითხვები, ესეთი მოულოდნელი ჩვენი მარკეტინგის ჯგუფი გადის და მცირედი გამოკითხვა ყველა ერთმანეთ აღნიშნავს. ჩვენ თავარი გვაინტერესებს, თავარი გამოწვევები რა არის, აი თუნდაც რაღაც მომსახურების ნაწილი, თავარი ეს გაოცებებს და ეს განცდები მოდის, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობების ბაღი თავისი ამ შინაარსით. ხო, რაღაც ყველაფერი
მადლიანი აქვს ამ ადგილს, არის ლანდშაფტიც, გეოგრაფიული მდებარეობაც, ეს კლიმატი უნიკალური, რომელიც ყველა მცენარეს შესაძლებლობას აძლევს რაღაცნაირად თავისი მშვენიერება ამ ბაღში აჩვენოს. სხვა სივრცეებიც ვნახოთ აუცილებლად ჩვენ გადაცემაში და იქაც მინდა რომ ეს ჰაეროვანი ისა ჩვენი განწყობა სხვა სივრცეებიდანაც ვაგრძნობინოთ ჩვენს მაყურებელს. საით წავალთ ახლა? ჩვენ წავიდეთ ახლა ძალიან გასულ წლის ბოლოს დავასრულეთ ახალი სივრცე, ლამაზი სკვერის ესეთი საპარკე სივრცეებს ვანვითარებთ და ახლა ეს სივრცე დავათვალიეროთ, ძალიან ლამაზი სივრცე გამოვიდა. საერთოდ ბოტანიკურ ბაღებს აქვს თავისი მისია. ბოტანიკური ბაღების მთავარი მისია მსოფლიოში გახლავთ ბაღის ტერიტორიაზე იყოს თავმოყრილი მცენარეული ნაწილი. ბოტანიკურმა ბაღებმა იზრუნოს კოლექციების გამრავალფეროვნებაზე, იზრუნოს ამ მცენარეების დოკუმენტირებაზე, მის ასე ვთქვათ ინვენტარიზაციაზე, გააჩნდეს ჰერბარიუმი, სამეცნიერო საქმიანობა წარიმართოს ძალიან მაღალ დონეზე და ეს ყველაფერი გადაეცეს მომავალ თაობას. ძირითადი პრინციპი მისია მსოფლიო ბოტანიკური ბაღების გახლავთ ეს. აი ზუსტად ამ მისიის ირგვლივ ვართ ჩვენ გაერთიანებული და მთელი 24 საათი ასე ვთქვათ ვემსახურებით აი ამ მისიას. აქ მარტივი მისახვედრია ბოტანიკურ ბაღს არ აქვს მხოლოდ არსებული სივრცეების შენარჩუნების ფუნქცია, მუდმივად რაღაც ახალი ხდება. ეს სივრცეც ერთი ასეთი ახალი პარკია ბოტანიკურ ბაღში. გასულ წელს დავასრულეთ, სწორედ ამ სივრცის მოწყობა რამდენიმე თვის უკან დასრულდა. წარმოიდგინეთ, აქ ცხოვრობდა ბოტანიკურ ბაღში ცხოვრობდა ადამიანები, ოჯახები იყვნენ დასახლებული. სხვა შორის 52 ოჯახის გასახლება მოხდა ფონდის მხარდაჭერით. შემდეგ ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ იერსახე მოგვეწესრიგებია ბაღის. ეს ძველი შენობა ნაგებობების დემონტაჟი მოვახდინეთ და შემდეგ ლანდშაფტმაც გვიკარნახა, მოგვცა საშუალება, რომ დაგვეგეგმა ასე თუ ის ტერიტორიები. ზუსტად ეს ერთ-ერთი მაგალითია, სხვა ადგილებიც აქვს ეს ჩვენ განვითარებული. ეს არის დაახლოებით წყნარი დასვენების სივრცე, სადაც ადამიანი მოვა. დაჯდება წინ წაიკითხავს და დაახლოებით წყნარი სივრცე, რასაც რა პრინციპებსაც მოიცავს. და შემდეგ უკვე სცენარულ ნაწილზე ვიზრუნეთ და ეს პატარა გორაკები, ასე ვთქვათ, წარმოვადგინეთ აქ და აი დაახლოებით ესეთი ლამაზი ძალიან საინტერესო სივრცე შეიქმნა. ამ ტიპის პროექტები გვაქვს ჩვენ დაგეგმილი წლევანდელ წელსაც და მომავალ წელს. ჩვენ საერთოდ ჩამოვაყალიბეთ პრინციპი და კონცეფცია, სტრატეგია ინფრასტრუქტურული პროექტების. ისიც როგორ არის, მე აქ რაღაცის გაკეთება მინდა, ესე ნამდვილად ესე არ არის. ჩვენ ესე არ უყურებ. ძალიან ფაქიზი თემა არის, იმიტომ რომ ამას თავისი წესები აქვს. აქ უნდა იყოს პირველ რიგში სცენარულ ნაწილზე აქცენტი, კლიმატურ პირობებზე, ლანდშაფტზე, ნიადაგზე და ესე შემდეგ. ეს ძალიან ისეთი კოხტა ლამაზი სივრცე გაკეთდა და ესე ვაგრძელებთ მომავალშიც. კი, ამ რამდენიმე კილომეტრობით ულამაზეს ბილიკებს როცა გაივლით და სადღაც მოსვენება აი, თუნდაც შეგიძლიათ შემოიაროთ ამ პარკში. წარმოიდგინეთ, ეხა აღმართზე მოდიხარ, შემდეგ რაღაც გაივლი, შემდეგ უცებ დასვენება დაგჭირდა, შემოხვალ ესეთ სივრცეებში, აი. ამ პრინციპსაც ემსახურება ეს ყველაფერი. თქვენ ხშირად ისვენებთ ხოლმე ამ პარკში? დასვენების არ ვიცი, დრო არ არის, მაგრამ ძირითადად უნდა ვიმოძრავოთ. აი, როგორც მნახველი, როგორც ვიზიტორი, აი ასე თუ ატარებთ, აი ამ შეგრძნებებით თუ განსაკუთრებით შაბათ-კვირას მაქვს ესეთი ტრადიცია, თქვენ შემეკითხეთ სხვა შორის ისა. ეხლა გეტყვით, რომ შაბათ-კვირას მოვდივარ როგორც ვიზიტორი. მაგალითად, როგორი ყიდის მოგლარე ბილეთს, დაცვის თანამშრომელი როგორ ეს
ესე ვთქვათ, ფრონტ პირველი ხაზის თანამშრომლები, როგორ ხვდება ვიზიტორს, ელექტრომობილით როგორ ხვდება გადაადგილება. აღარ ვლაპარაკობ მე ხა სისუფთავეზე და ესეთ რაღაცებზე, ძალიან ელემენტარული. და რა თქმა უნდა, სიღრმეებში მაინტერესებს როგორ არის მოწესრიგებული ის დავალება, რომელიც გაიწერა კვირის განმავლობაში, როგორ შეასრულა ამა თუ იმ განყოფილებამ ეს კომუნიკაცია, როგორაა განყოფილებებს შორის, მენეჯერები როგორ მუშაობენ ამ პროცესში და ამას მე ამ შაბათ-კვირას უფრო ვძნობ ამ ყველაფერს. თუ რაიმე ხარვეზია, უკვე ორშაბათი დღე. ორშაბათი იწყება მუშაობა. თული იქნება. ეკომობილები. ერთ-ერთი იმ მომსახურებები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, პოპულარობით სარგებლობს, ანმოთხოვნადი სერვისია ეს. თუმცა მე ყველას ურჩევდი ფეხით გადაადგილებას, იმიტომ რომ სულ სხვა ხიბლი აქვს. ფეხით დათვალიერებული ბოტანიკური ბაღი მაინც სულ სხვა არის. აბსოლუტურად გეთანხმებით. მაინტერესებს ჩვენი ადგილობრივი, ჩვენი თანამოქალაქეები რამდენად დიდ ინტერესს გამოხატავენ და ხშირი სტუმრები არიან. ჩვენ გვაქვს კალენდარი გაწერილი, სადაც შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ჩვენს მოქალაქეებს უფასოდ შემოვიდნენ ბაღში. და დაახლოებით წელიწადში 10 ჯერ, 12 ჯერ გვაქვს უფასო დღეები ბაღის ტერიტორიაზე. ამიტომ ჩვენი ინტერესიც არის ის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ განსაკუთრებით ამ უფასო დღეებით ისარგებლოს. ასე რომ არ გვინდა რომ მოენატროს ადგილობრივ ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა და სხვა შორის სტატისტიკას უდისაც უყურებთ, აი მაგალითად ხა 1 ივნისს დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანი იყო მოსული საქართველოს მოქალაქე. და ეს ძალიან გვახარებს ჩვენ, რომ ეს ინტერესი ძალიან არის. ალბათ გექნება თქვენ სხვადასხვა ქვეყნებთან გამოცდილებების გაცვლა და ამ კუთხით რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში? ეს ურთიერთობები არის აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ ბოტანიკური ბაღი ტურისტული ატრაქცია, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყნის მასშტაბით. ეს მთავარი მისია მე რაც გითხარით, ჩვენს კოლეგა ბოტანიკურ ბაღებთან ურთიერთობა. მთავარი აზრი და შინაარსი ამ ურთიერთობების გახლავთ ის, რომ ნებისმიერი ტიპის სიახლე, თუნდაც სამეცნიერო საქმიანობაში ბაღების მოვლა პატრონობის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, რაც შემადგენელი ნაწილია ბოტანიკური ბაღების სოფლიოში, ამ ტენდენციებს არ ჩამორჩეს. ჩვენ საერთოდ დაინტერესებული და მომოწონს გვინდა დავაორგანიზოთ ძალიან მაღალი დონის კონფერენციები, როგორც აქ ადგილზე, ასევე მაღალმთიან აჭარაშიც, ესენებათ ჩვენ გოდელი სალპური ბაღი გვაქვს. აქვე უნდა გკითხოთ, რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ბოტანიკურ ბაღში? ჩემი საყვარელი ადგილი არის ყოველი კუთხე და კუნჭული. საინტერესოა, მიმზიდველია, მომხიბვლელია, შთამაგონებელია, განცდების მომტანი არის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა თვითონაც. აი ხა ჩვენ ვართ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მოვედი, კავკასიური განყოფილება არის, ჩვენი ადგილობრივი ფლორა წარმოდგენილი, აქ გვაქვს ჩვენი ეთნოგრაფიული კუთხე. სხვა შორის ამ სივრცის პროექტზეც მუშაობთ ახლა. ძალიან საინტერესო სივრცე უნდა გამოვიდეს აქ. აი ნახეთ, ეს არის კოლხური ტიპის ტყე, ეს ასე ვთქვათ, ხელშეუხებელია, ჩვენი ჩარევა აქ არ ხდება. აქ არის წარმოდგენილი ის მცირედი ფრაგმენტები შენობების, რომელიც თავმოყრილია მაღალმთიან აჭარაში. აი, განსაკუთრებით მოიალაღეები, როდესაც უკვე ასე ვთქვათ, იწყებენ თაში სიახლე, ტიპიური აჭარული ტიპის სახლი. გვინდა რომ მომავალ წელს განმოვითაროთ ეს სივრცეები და მეტი ის ასე ვთქვათ, რაღაც მუზეუმის შინაარსი შევძინოთ, ეს ჩვენი კულტურა არის, ეს ჩვენი იდენტობა არის, საინტერესოა, ძალიან აინტერესებს ვიზიტორებს ეს ყველაფერი. ალპურ ბაღს რაც შეეხება, ტრადიცია გვაქვს, როდესაც უკვე თოვლი გადნება და კლიმატი გვაძლევს საშუალებას, იწყება უკვე მოსამზადებელი სამუშაოები და უახლოეს დღეებში უკვე გავიმგზავრებით მაღალმთიანეთში და უკვე ვიზიტორებისათვის ბაღის ტერიტორიას მოვამზადებთ. იქაც გაწერილი გვაქვს კონკრეტული გეგმები, სამოქმედო გეგმა, ვიცით რა ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს მომავალში და ესე თანმიმდევრობით მივყვებით ჩვენ ამ ყველაფერს. ბატონო ირაკლი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი თუ ინახავს ისეთ მცენარეებს,
რომელიც ბუნებრივ პირობებში აღარ გვხვდება. აი მისიაზე როდესაც საუბრობთ, აი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მისიის გახლავთ ის, რომ გადაშენების პირას ყოფილ მცენარეებზე იზრუნოს ბოტანიკურმა ბაღმა და ამ ტიპის მცენარეებს თავი მოუყაროს ბაღის ტერიტორიაზე, იზრუნოს მის განვითარებაზე. ბოტანიკურ ბაღს ნამდვილად შემიძლია თამამად თქვა, რომ დღეის გუმარებით აქვს ის ინტელექტუალური რესურსი ძალიან მდიდარი, რომ მცენარეც გაარჩიოს და ყველას მისცეს ძალიან კვალიფიციური მაღალი დონის კონსულტაცია, ასე რომ ეს მიმართულებით ჩვენ აქტიურად მუშაობთ, როგორც გითხარით, გვაქვს ეს რესურსი და ეს თავარი მისია, რაც ჩვენ მკითხეთ, ეს თავარი მისია არის ჩვენი. როგორ ფიქრობთ, ბუნებას რა აქვს ისეთი თავარი ძალა ან თვისება, რომელიც შეგვიძლია ადამიანებმა მისგან ვისწავლოთ და ავიღოთ? თავარი ფრაზა ძალიან ხშირად ისმის, რომ ბუნება სჭირდება გააფრთხილება. ბუნება თავად უკარნახობს, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ჩავერევით. ბოტანიკური ბაღები გარდა იმ მისიებისა, რომელიც ჩამოვთვალეთ, ჩვენ თავარი პროპაგანდის მატარებელი უნდა იყოს, რომ ბუნება არის აუცილებელი, ამას სჭირდება გააფრთხილება. ეს ბუნებაზე საუბარი ყოველთვის აქტუალური იყოს, ვიზრუნოთ ჩვენს ბუნებაზე, მერთმა დაგვაჯილდოვა და მოგცა საშუალებას ულამაზესი ქვეყანა ასეთი ლამაზი მცენარეებით იყოს თავმოყრილი ბოტანიკური ბაღები, გვაქვს ბულვარი, გვაქვს უამრავი პარკები, გვაქვს და ყველაფერი გვაქვს ჩვენ იმისაც, რომ ვიამაყოთ ამ ყველაფერს ჩვენ გაუფრთხილდეთ და ვასწავლოთ ჩვენ ეს მომავალთაობას და დავაინტერესოთ ასევე და აი ფიქრობ, რომ ძალიან დიდი საქმეა ეს ყველაფერი და ნამდვილად საგანძურია ეს ყველაფერი და ამას ყველაფერს უნდა 20 საათიანი შრომა. ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სასიამოვნო საუბრისთვის და თქვენი საქმისთვის, თქვენ და თქვენს გუნდს. გისურვებთ წარმატებას. მადლობა თქვენ მობრძანებისათვის, ხშირად გვესტუმრეთ. გვინდა რომ ეს სიამაყე, სავიზიტო ბარათი კიდევ უფრო განვითარდეს და ჩვენ სამ განვითარებაში შევიტანოთ ძალიან დიდი წვლილი. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ დაინტერესებისათვის და მადლობა მობრძანებისათვის.